8 წლის განმავლობაში უკრაინა ელოდა, შესაფერის მომენტს ელოდა, ნადირობდა და დასდევდა იმას, რასაც რუსეთი ოდესღაც იხენებდა უკრაინის დასაზიანებლად. მოლოდინი აუცილებელი იყო. უკრაინას არ ჰქონდა ის, რაც სჭირდებოდა მიზნის გასანადგურებლად, მაგრამ ახლა მოლოდინი საბოლოოდ დასრულდა. უკრაინამ რუსეთს მწარედ გადაახტევინა 2018 წელს მომხდარი ინციდენტისთვის. შურისძიება უმოწყალო იყო. მიზანი განადგურდა ზღვებში, რომლებზეც რუსეთს ეგონა, რომ კონტროლი ჰქონდა. თუ შურისძიება ცივად მირთმეული კერძია, უკრაინამ რუსეთს ნამდვილი ყინულივით განადგურება მოუტანა, რამაც რუსეთი შოკში ჩააგდო. ჩვენი ამბავი 2018 წელს იწყება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კამპანია 4 წლით ადრე დაიწყო და ამ პროცესში ტირიმი უკანონოდ მიერთა, რუსეთი თავს ძლიერად გრძნობდა. მას სრული კონტროლი ჰქონდა. შავი ზღვა, აზოვის ზღვა და კერჩის სრუტე, რომელიც ამ ორს აკავშირებს, ყველაფერი პუტინის ხელში იყო. და 2018 წლის ნოემბერში რუსეთმა დაიწყო თავისი ძალის დემონსტრირება. შავი ზღვის ფლოტმა კერჩის სრუტე დახურა არამილიტარული გემებისთვის, რათა დაესაჯა უკრაინა იმ ბრალდებისთვის, თითქოს მან რუსულ ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა. რა თქმა უნდა, ეს ტყუილი იყო. ყირიმი არ ეკუთვნის რუსეთს და არც ნახევარკუნძულის გარშემო არსებული წყლები ეკუთვნის რუსეთს. რუსეთის საზღვაო ბლოკადაში მონაწილე გემებს შორის იყო FSB-ს საპატრულო ხომალდი, სახელად იზიუმრუდ. ეს ხომალდი რამდენიმე სხვასთან ერთად მონაწილეობდა ქერჩის სრუტის ბლოკადის ესკალაციაში 2018 წელს. მან თავისი როლი შეასრულა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული სამხედრო ხომალდის დაკავებაში, რაც იყო ოპერაცია, რომელშიც რუსეთის გემები შეეჯახნენ უკრაინის ხომალდებს და ცეცხლი გაუხსნეს მათ, როცა ისინი ოდესიდან მარიუპოლში გადასვლას ცდილობდნენ. ეს ინციდენტი იყო სერიოზული დემონსტრირება აგრესიის, რომელსაც პუტინი 4 წელზე ნაკლებ დროში სრულმასშტაბიან შეტრაში გადაიყვანდა. შეტევის შედეგად უკრაინის 6 ჯარისკაცი დაიჭრა, ხოლო რუსეთის ძალებმა უკრაინული ხომალდების ეკიპაჟები დააკავეს. მოსკოვი ცდილობდა გზავნილი გადაეცა. ყველა მეზღვაური ციხეებში ჩაყარეს, სადაც ისინი თითქმის 1 წელი იტანჯებოდნენ, სანამ საბოლოოდ 2019 წლის სექტემბერში ტყვეთა გაცვლის ფარგლებში უკრაინაში დააბრუნებდნენ. იმ დროს უკრაინას რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მას რეალური სამხედრო საზღვაო ძალები არ ჰქონდა და დრონები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიის რუსეთისგან დაცვის სიმბოლოდ იქცა, უკრაინის სამხედროების კოლექტიურ წარმოდგენაშიც კი თითქმის არ არსებობდა. ამიტომ უკრაინას უბრალოდ შეურაცხყოფა უნდა აეტანა და დართმა მიეღო. მაგრამ უკრაინამ ეს არასდროს დაივიწყა და არ აპატიებდა. 8 წლის განმავლობაში უკრაინა ელოდა შანსს, რომ შური ეძია თავისი მეზღვაურების. 2018 წელს დათხოვებისა და დაჭრისთვის. მაშინაც კი როცა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა და ომი მთელ უკრაინაში გავრცელდა, ყურადღება აზოვმურძე იყო მიმართული. უკრაინას მხოლოდ სწორი იარაღი და შესაძლებლობა სჭირდებოდა. გადავიდეთ 2026 წლის 14 ივლისზე, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა ტელეგრამზე მარტივი შეთხოვინება გამოაქვეყნეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა რუსეთის ფედერაციის FSB-ს სასაზღვრო გემი აზოვმურტი გაანადგურეს. განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალებმა და ასევე აღნიშნეს, რომ ეს გემი 8 წლის წინ ქერჩის სრუტის ინციდენტში იყო ჩართული. და თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ უკრაინამ ზუსტად იცოდა რას ესროდა ამ გემის განადგურებისას, საზღვაო ძალებმა ეს ეჭვები გააქრეს, როცა ნათლად განაცხადეს, რომ შურისძიება ერთ-ერთი ფაქტორი იყო. შურისძიება გარდაუვალია, გაგრძელება იქნება. ასეთი შემადრწმუნებელი გზავნილი გაავრცელა უკრაინის საზღვაო ძალებმა. თითქმის 10 წლიანი მოთმინებით ნადირობისა და იარაღის განვითარების შემდეგ უკრაინამ საბოლოოდ გაანადგურა თავისი სამიზნე. და უკრაინამ მხოლოდ ხომალდი კი არ გაანადგურა. უკრაინის განცხადებით აზიმრუდზე თავდასხმის შედეგად რუსი მეზღვაურები დაიღუპნენ ან დაიჭრნენ და ეს თავდასხმა იმ ღამეს მოხდა, როცა უკრაინის დრონებმა აზოვის ზღვაში კიდევ 11 ხომალდი გაანადგურეს. ასე რომ რასაც აქ ვხედავთ, არ არის ის, რომ უკრაინა მთელ თავის რესურსს ერთი საბრძოლო ხომალდის გასანადგურებლად ხარჯავს. ახლა უკრაინა დომინირებს იმ წყლებში, რომლებსაც 8 წლის წინ რუსეთი უკრაინის დასათხოვნად იყენებდა. აზიმრუდი აღარ არის ის დიდი და საშიში მჩაგვრელი, როგორიც ადრე იყო უკრაინისთვის. ეს უბრალოდ კიდევ ერთი გემია მრავალთაგან, რომელსაც უიღბლო შეხვედრა ჰქონდა ძლიერ დრონთან და ზედმეტად ბევრ წყალთან. რბოში დაკარგული, რუსეთისთვის დაკარგული. სრულყოფილი ბედი გემისთვის, რომელიც ოდესღაც უკრაინაზე რუსეთის ბატონობის სიმბოლო იყო. უკრაინამ შური იძლია 8 წლის შემდეგ, მაგრამ კითხვები მაინც რჩება. როგორ შეძლო უკრაინამ ამის გაკეთება და რა პრაქტიკული გავლენა აქვს ამ თავდასხმას უკრაინის ომზე? დავიწყებთ პირველით. უკრაინის საზღვაო ძალებმა გაამხილეს, რომ იარაღი, რომელიც აზიმრუდს მოხვდა, სტანდარტული საჰაერო დრონი არ ყოფილა. უკრაინას გაცილებით უფრო დამანგრეველი რამ ჰქონდა ჩაფიქრებული. დარტყმისთვის გადამწყვეტი იყო ახალი საზღვაო დრონი, სახელად სარგან 3000. უკრაინის საზღვაო ძალების მიერ საზღვაო უპილოტო კომპლექსად აღწერილი სარგან 3000 უკრაინის საზღვაო დრონებს შორის გარკვეულ გამოცანად რჩება.
ჩვენ ვიცით, რომ ის უკრაინის უპილოტო ხომალდების მზარდ ფლოტში ერთ-ერთი ახალი დამატებაა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ბევრად უფრო ცნობილ საზღვაო დრონების, როგორიცაა მაგურა V5 და CB ჭრილშია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სარგან 3000-ზე უკვე ისაუბრა და მას მრავალფუნქციური პლატფორმა უწოდა, რომელიც როგორც მანევრირებადია, ასევე მრავალმხრივია და შეუძლია ყველა სახის მისიის შესრულება, მათ შორის დარტყმითი ოპერაციებიც. მაგრამ ამის გარდა ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით, ყოველ შემთხვევაში ტექნიკური მახასიათებლების მხრივ. სარგან 3000 ოფიციალურად უკრაინის საზღვაო ძალებში მხოლოდ 2026 წელს შევიდა სამსახურში. მაგრამ ამის გარდა სარგან 3000-ის სიჩქარისა და ტვირთამწეობის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. თუმცა ჩვენ ცოტათი მაინც ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ეს საზღვაო დრონი და ეს მხოლოდ აზიმრუდის ჩაძირვით არ შემოიფარგლება. აპრილში ევრომაიდან პრესმა გაავრცელა ინფორმაცია, რაც როგორც ჩანს, სარგან 3000-ის შავ ზღვაში პირველი განთავსება იყო. უკრაინამ კვლავაც არაფერი გაასაჯაროვა საჯაროდ. თუმცა უკრაინელი სამხედრო ბლოგერი სერგეი მიზიურა ამტკიცებდა, რომ დრონები, რომლებიც ამ პერიოდში უკრაინის საზღვაო ძალების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომონტაჟში ჩანდა, სავარაუდოდ ახალი დრონებია, რომელსაც მიზიურას თქმით, როგორც ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე რაკეტებიც შეუძლია ჰქონდეს. პირველი შესაძლოა საკმარისი არ ყოფილიყო აზიმრუდის დასამხობად, მაგრამ მეორე, ეს უკვე სრულიად სხვა ამბავი. სარგან 3000-ის ეფექტურობაზე სხვა მინიშნება უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლის დმიტრო პლეტენჩუკის ნათქვამიდანაც გამოიკვეთა, რომელიც მან მაშინ გააკეთა, როცა უკრაინა 2025 წელს პორტუგალიის სანაპიროსთან გამართულ რეფ მუსის სამხედრო წურქნებში მონაწილეობდა. პლეტენჩუკმა აღნიშნა, რომ უკრაინის ახალმა საზღვაო დრონმა მონაწილეობა მიიღო ამ წურთნაში. და ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან სწორედ რეფ მუსის წურთნებისას უკრაინის დრონებმა ნატოს ფრეგატი ჩაძირეს სამხედრო თამაშების სცენაში, რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს უკრაინის არატრადიციული საზღვაო ძალები. ნატოს ფრეგატი სამიზნედ იქცა და მას დაართრეს, მანამ სანამ დრონებს დაინახავთ. იმ დროის ანგარიშები ამბობდა, რომ უკრაინულმა მაგურა მაგიარა V7-მა ჩაძირეს ფრეგატი, მაგრამ ჩნდება კითხვა. იყო თუ არა სარგან 3000 ამ დარტყმაში ჩართული? უკრაინამ მეტი არაფერი თქვა. მან თვეების განმავლობაში საიდუმლოდ შეინარჩუნა საზღვაო დრონის შესახებ ინფორმაცია. საიდუმლო ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს სარგან 3000-ის ტექნიკური მახასიათებლები, აზიმრუდმა ერთი რამ ნამდვილად გაიგო. უკრაინის ახალ საზღვაო დრონს შეუძლია რუსული სამხედრო გემი ჩაძიროს. რაც შეეხება თავად აზიმრუდს, ვიცით როგორი გემია და ისიც ვიცით რა დაემართა. 2014 წელს გაშვებული იაზიკ ორი შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი უფრო თანამედროვე წევრი იყო, რომელიც რუსეთს მიაჩნდა, რომ ომში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ის ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის ყირიმის გარშემო წყლების კონტროლის შენარჩუნებაში შეჭრამდე, როგორც ეს 2018 წლის ინციდენტიდან ნახეთ. ეს არ არის უზარმაზარი გემი, მისი სიგრძე 62.5 მეტრია. იაზიკ 2 შეუძლია გადაადგილოს მაქსიმუმ 750 ტონა წყალი და მაქსიმალური სიჩქარე 27 კვანტს აღწევს. მას ასევე აქვს ვერთმფრენის დასაჯდომი მოედანი, რაც მიუთითებს, რომ რუსეთს შეუძლია გამოიტანოს გემი სადაზვერვო მისიებისა და საჰაერო დარტყმებისთვის. თავად გემი მნიშვნელოვანი საბრძოლო საშუალება არ არის. ის კარგად ფუნქციონირებს როგორც საპატრულო ნავი და ნამდვილად საკმარისად დიდი იყო, რომ 2018 წელს უკრაინული ხომალდები დაეჯახა. თუმცა ეს უფრო იმის გამოა, რომ უკრაინას საკუთარი ფლოტი თითქმის არ აქვს, ვიდრე იმის გამო, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს აზიმრუდი. თავდაცვის ბლოგი ასევე აღნიშნავს, რომ აზიმრუდი რუბინის კლასის საპატრულო ხომალდების ნაწილია, რომ მათი მოწყვლადობა უკრაინამ ომის დროს უკვე დაამტკიცა. 2025 წლის დეკემბერში უკრაინამ გაანადგურა რაზულ გამზადოვი, რომელიც რუბინის კლასის ხომალდია, როგორც აზიმრუდი კასპიის ზღვაში. და 2026 წლის თებერვალში რუბინის კლასის კიდევ ორი ხომალდი დაზიანდა თავდასხმის შედეგად ინკერმანის სანაპიროსთან, ყირიმში. შეიძლება ამ დარტყმებს სავარჯიშო შეტევები უწოდოთ. შურისძიების მთავარი ყინულივით ცივი დარტყმა მოგვიანებით უნდა მიეყენებინათ. რაც შეეხება აზიმრუდს, სინამდვილეში მისი შესაძლებლობების ანალიზისას ხომალდზე წარსულ დროში უნდა გველაპარაკა. არასწორია იმის თქვა, რომ აზიმრუდი რუბინის კლასის ხომალდია. ის რუბინის კლასის ხომალდი იყო. უკრაინის სარგან 3000-ის დარტყმის ადგილიდან უკვე გამოჩნდა სატელიტური ფოტოები და ისინი ნათლად აჩვენებენ, რამდენად მძიმე იყო ის, რაც აზიმრუდს დაემართა. ამ ფოტოებიდან ჩანს, რომ უკრაინამ ხომალდი მაშინ დაარტყა, როცა ის ნავსადგურში იყო მიბმული და ისინი ადასტურებენ სრულ განადგურებას. გემი პრაქტიკულად შუაზეა გაყოფილი მთელ ნაომის სადგომზე და წყლის ზედაპირზე მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ დარტყმის დროს სწორედ იმ ადგილზე იდგა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ახლა ხომალდი ორ ნაწილადაა გაყოფილი. აზიმრუდის საქმე დასრულებულია, ის აღარ დაბრუნდება. შეკეთება შეუძლებელია და უკრაინამ შური იწია. თუ ეს უკრაინის მიერ განხორციელებული ერთჯერადი დარტყმა იყო, ესეც საკმარისია. შურის ძიება თკბილია. მორალი უკრაინის ძალებში გაიზრდებოდა და რუსეთს მოუწევდა გამკლავება ხომალდის დაკარგვასთან, რომელიც ოდესღაც მისი უკრაინაზე ბატონობის სიმბოლო იყო. მაგრამ აზიმრუდის შემთხვევაში რეალობა ისაა, რომ მისი ჩაძირვა მხოლოდ კამპანიის ნაწილია. აქ უფრო დიდი სურათი ვითარდება და ეს სურათი აზიმრუდს უკრაინისთვის უფრო მეორე ხარისხოვან დეტალად აქცევს, ვიდრე ერთადერთ სამიზნედ.
სანამ ამას განმარტავდეთ, შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ არხიდან ახალ ინფორმაციას იღებთ, გამოიწერეთ და დააჭირეთ შეტყობინების ზარს, რომ ნახოთ კიდევ რას შემოგთავაზებთ შემდეგ. დაუბრუნდეთ აზიმრუდს. ამ გემის ჩაძირვით ჩვენ რეალურად ხედავთ პრობლემის სიმპტომს, რომელიც რუსეთს ძალიან დიდი ხანი აქვს. რუსეთი აღარ აკონტროლებს წყლებს, რომლებიც ყირიმს აკრავს. შავ ზღვაში რუსეთის პრობლემები დიდი ხანია კარგად არის გაშუქებული და ისინი არ უმჯობესდება. ოდესღაც საშიში შავი ზღვის ფლოტი, რომელსაც იმ ზღვის კონტროლი უნდა ჰქონოდა, რომელმაც მას სახელი მისცა, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ამ ფლოტის დაახლოებით მესამედი განადგურებულია ან დაზიანებული, ხოლო დანარჩენი გემები მაქსიმალურად უკან დაიხიეს. ეს დიდად არ ეხმარება. უკრაინის საჰაერო და საზღვაო დრონებს ახლა უკვე ისეთი მანძილი აქვთ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შავი ზღვის ფლოტის გემებზე დათქმა და რუსეთმაც ეს კარგად იცის. ჩვენ ეს აპრილში ვიხილეთ, როდესაც უკრაინამ შავი ზღვის ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმა განახორციელა. სწორედ იქ რუსეთმა თავისი სამხედრო გემები იქ უკან გაიყვანა, რომ უკრაინას გასცლოდნენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. თავდასხმისას ფრეგატი დაზიანდა და პუტინს გაეგზავნა მესიჯი, რომ მან შავი ზღვა დაკარგა. ეხლა შავ ზღვაში რუსულ გემებს გაქცევის ადგილი აღარ დარჩათ და მხოლოდ წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ რაიმეს გაკეთება ანცკლის გზაზე. ესეც საკმარისად ცუდი იყო რუსეთისთვის. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ უკრაინა თავის დომინირებას აზოვის ზღვაზეც ავცელებს, რომელიც შავ ზღვას ქერჩის სრუტით უკავშირდება, სადაც ეს ყველაფერი 2018 წელს დაიწყო. უკრაინის საზღვაო კამპანიის ეს ესკალაცია ხსნის, რატომ მოიხსენიებთ აზიმრუდის ჩაძირვას მხოლოდ სქოლიოდ, თუმცა საინტერესოა გემის ისტორიის გათვალისწინებით. რუსეთის რეალობა ამჟამად ისაა, რომ აზიმრუდი უბრალოდ ერთ-ერთი იმ მრავალი რუსული სამხედრო ხომალდიდან და ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის გემებიდანაა, რომელსაც უკრაინის დრონები აზოვის ზღვაში ამჟამად აზიანებენ. უკვე ერთ კვირაზე ცოტა მეტია, რაც უკრაინა აზოვის ზღვაში რუსულ საზღვაო მიმოსვლას ბომბავს. ამით მან კიდევ ერთ წყლის გზაზე რუსეთის სისუსტე გამოავლინა, სადაც რუსეთს უნდა ჰქონდეს დომინირება. როგორც დაზიანებულ გემებს უკრაინის დრონების წინააღმდეგ დაცვის ნაკლებობის მხრივ, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულზე საჰაერო თავდაცვის სისტემების თითქოს სრულად გაქრობის მხრივ. ეს თავდაცვა უნდა შეეძლოს ამ დარტყმების შეჩერება. შედეგები შთამბეჭდავია. ივლისის 13-მდე გასული 8 დღის განმავლობაში უკრაინამ აზოვის ზღვაში 105 ხომალდს დაარტყა, რომელთა უმეტესობა იყო ჩრდილოვანი ფლოტის საწვავის ტანკერები. თუმცა საპატრულო ნავები, ბუქსირები, ბორანები და სატვირთო გემებიც მსხვერპლთა შორის აღმოჩნდნენ. უკრაინა ამ კამპანიას არ ანელებს. უკვე მეორე დღეს დაზიანებული გემების რაოდენობა 116-მდე გაიზარდა, რადგან უკრაინა აძლიერებს კამპანიას, რომლის მიზანიცაა ყირიმის იზოლაცია და ოკუპანტებისთვის იმის ჩვენება, რომ რუსეთმა ნამდვილად დაკარგა კონტროლი მის გარშემო არსებულ წყლებზე. აზიმრუდი შეიძლება უფრო ყურადღების მიმყრობელი გემი იყოს იმ ათეულობით გემიდან, რომლებიც უკრაინამ გაანადგურა, მაგრამ ის მაინც მხოლოდ კიდევ ერთი გემია, რომელიც რუსეთმა დაკარგა კამპანიის ფარგლებში, რომლის წინააღმდეგაც როგორც ჩანს, ვერაფერს აკეთებს. ეს პუტინისთვის დამცირებაა. მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში თავი წარმოაჩინა როგორც ძლიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რუსების დაცვა ყველაფრისგან, მაგრამ ახლა გამოაშკარავდა, როგორც ადამიანი, რომელსაც ვერც კი შეუძლია შეინარჩუნოს კონტროლი იმ ერთადერთ მიწის ნაგლედზე, რომელიც რუსეთმა მის ექსპანსიონისტურ მმართველობაში მოახერხა მიეთვისებინა. რუსეთი ვერაფერზე პასუხობს, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს. შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო გემები, რომლებიც ყველაფერს უნდა აჩერებდნენ, უბრალოდ იმალებიან, რადგან მათი ეკიპაჟები იმედოვნებენ, რომ შემდეგი უკრაინის სამიზნე ისინი არ იქნებიან. შედეგად ერთადერთი პასუხი, რაც რუსეთს შეუძლია, არის საზღვაო მოძრაობის შეზღუდვა, რათა უკრაინის დარტყმების რაოდენობა შეამციროს. რუსეთმა შეაჩერა გადაზიდვები დონაზოვის არხით, რომელიც რუსეთის მდინარეთა ქსელს აზოვის ზღვასთან და საბოლოოდ კასპიის ზღვასთან აკავშირებს. ალ-ჯაზირამ 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, ქვეყანა ახლა ალტერნატიული საზღვაო მარშრუტების უზრუნველყოფას განიხილავს და შესაძლოა ტვირთების გადამისამართებაც მოხდეს, რადგან უკრაინის დარტყმები გრძელდება. რაც უკრაინა აზოვის ზღვაში აკეთებს, ხელს უშლის საწვავისა და მარაგების ყირიმში შეღწევას. ასევე აფერხებს რუსეთისთვის მარჩვლეულის და ნავთობის ექსპორტს სხვა ქვეყნებში, რაც აშკარა გავლენას ახდენს ომისთვის განკუთვნილ შემცირებულ სახსრებზე, რომელსაც პუტინი უკრაინაში შეჭრის დასაფინანსებლად იყენებს. და არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ უკრაინამ შავი ზღვა დაივიწყა მხოლოდ იმიტომ, რომ ამჟამად ძალისხმევის უმეტესობას აზოვის ზღვაზე ამახვილებს. 15 ივლისს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ყურადღება შავ ზღვაზე გადაიტანა და ეს შთამბეჭდავად გააკეთა. უკრაინის მასიური დრონების ჯგუფებმა კიდევ 20 რუსული გემი დააზიანეს. მათ შორის იყო 17 ნავთობის ტანკერი ბუქსირი და 2 გათხევადებული ბუნებრივი აირის სატრანსპორტო ტანკერი. უკრაინა აცხადებს, რომ ეს არის საზღვაო დრონების ოპერაციის მეორე ეტაპი, რომელიც აზოვის ზღვაში დაიწყო და ახლა შავ ზღვაში ბრუნდება და ფართოვდება. და სწორედ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტია, რომელიც ამ დარტყმას გრძნობს. აზიმრუდი ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი არ იყო. ეს იყო საომარი გემი, თუმცა საპატრულო კატერზე მეტი არაფერი, მაგრამ ეს კიდევ ერთი მსხვერპლია იმ აშკარა ფაქტისა, რომ ქვეყანას, რომელსაც ტრადიციული საზღვაო ფლოტი არ აქვს, ეხლა რუსეთსა და მის ასობით გემს დომინირებს.
უკრაინის შურისძიება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დაშინებულია რუსეთი იმ წყლებში, რომლებსაც ადვილად უნდა აკონტროლებდეს. 1945-ის მიხედვით რუსეთის დამცირება კიდევ უფრო იზრდება, რადგან დედამიწის ყველა საზღვაო ფლოტი აკვირდება რას აკეთებს უკრაინა და ხედავს, რომ საზღვაო ომში ახლა ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს. ადრე საზღვაო ბრძოლებს ის ქვეყანა იგებდა, რომელსაც მეტი და დიდი სამხედრო გემი ჰყავდა. ახლა ასე აღარ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბრძოლები შედარებით მცირე წყლის სივრცეში მიმდინარეობს. რუსეთის რეაქციები უკრაინის დრონებზე სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდება. ის წყალქვეშა ნავები, რომლებიც თქვით, რომ ერთადერთია, რაც ახლა შავ ზღვაში შეიძლება იმოქმედოს, უკრაინის თავდასხმებისგან დაცული არ არის. მათ რაც შეიძლება დიდხანს წყალქვეშ უნდა დარჩნენ, ხოლო როცა ნავსადგურში შედიან, რუსეთი მათ მართვის კოშკურებს გისოსებიანი გალიებით ფარავს, რათა საჰაერო დრონების თავდასხმისგან დაიცვას. თუმცა ეს კოშკურები ზღვის დრონების წინააღმდეგ დიდად ვერაფერს გააკეთებს და უკრაინამ ახლახან დაამტკიცა, რომ მისი სარგან 3000 იმდენად ძლიერია, რომ მთელი გემი ორად გაყოფს. რუსეთს ეშინია, ასეც უნდა იყოს. უკრაინა ახლა მოდუნებას არ აპირებს, როცა 8 წლიანი ოდისეა დაასრულა და შური იძია რუსულ გემზე, რომელმაც ოდესღაც მისი საზღვაო ძალები დაამცირა. სიტუაცია შეიცვალა და ეს ცივი შურისძიება მხოლოდ ერთია იმ მრავალთაგან, რომლებიც რუსეთს ძალით აყალბებენ. და ამ ყველაფრის ფონზე რუსეთის შავი ზღვისა და აზოვის ზღვის პრობლემები იზრდება, ისევე როგორც ზეწოლა, რომელსაც ეს ყველაფერი ტირიმზე ახდენს. კერემე ხომ არ დაგვიწყები, არა? საბოლოო ჯამში, რასაც უკრაინა ახლა ზღვაზე აკეთებს, უმეტესად იზოლაციის კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც უკვე ართმევს საწვავს კერიმის ოკუპანტებს და ეხლა ეს ასე აღარ არის. უკრაინის დარტყმების შედეგად ახლა მხოლოდ საწვავი აღარ იწვის, შიში იკიდებს ფეხს. კერიმის ოკუპანტები ხედავენ, როგორ ეჯახება დრონები ნახევარკუნძულის სანაპიროსთან ხომალდებს ერთის შემდეგ მეორე. ეს ისეთივე ხელშესახები ნიშანია იმისა, რომ პუტინმა კერიმის დაცვაში მარცხი განიცადა, როგორც ყველაფერი რაც აქამდე გვინახავს. და როდესაც ისეთი სამხედრო ხომალდები, როგორიცაა იცემრუდა, ასევე განადგურებულია კერიმის წყლებში, ეს ოკუპანტებს კიდევ უფრო მეტ ეუბნება პუტინის მარცხზე. კერიმის გარშემო წყლებზე კონტროლი დაკარგულია. და მიუხედავად იმისა, რომ აზოვზე შურისძიება თკბილია, უკრაინა საბოლოო გამარჯვებისთვის იბრძვის, იმისთვის, რომ ოკუპანტები მასობრივად დატოვებენ კერიმს, რაც იქნება შედეგი ყველაფრის, რასაც უკრაინა ახლა აკეთებს. ზოგიერთი ყირიმელი ოკუპანტი უკვე გარბის, სინამდვილეში 1000-ობით მათგანი. ზეწოლა პანიკაში გადაიზარდა და ქერჩის ხიდი, რომელიც კირიმს რუსეთთან აკავშირებს, გადავსებულია ოკუპანტებით, რომლებიც ცდილობენ დროზე ადრე გაიქცნენ, სანამ ძალიან გვიან არ იქნება. ეს სწორედ ისაა, რაც უკრაინას ნამდვილად სურს და შეგიძლიათ მეტი გაიგოთ იმ ხიდზე მომხდარის შესახებ ჩვენი ვიდეოს ნახვით. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, კიდევ ბევრი მსგავსი ვიდეო გვაქვს და ყოველდღიურად ახალ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. ყველაფერს იხილავთ, თუ გამოიწერთ The Military Shows, სადაც ვადევნებთ თვალს პუტინის გზას მისი ყირიმის კატასტროფის განმავლობაში. და მადლობა როგორც ყოველთვის, რომ გვიყურებთ.